ჩვენი ებრაული არხის კორესპონდენტი ჯონათან ლავეი და ვიდეოოპერატორი ნადავ აბასი გასულ კვირას ჩრდილოეთ ირლანდიაში იღებდნენ რეპორტაჟს ევროპაში ანტისემიტიზმის ზრდის შესახებ. ისინი ბელფასტის ქუჩაში ადამიანებს ინტერვიუს უღებდნენ, როცა ერთმა კაცმა გააცნობიერა, რომ ისინი ისრაელელები იყვნენ და დაიწყო მათი შევიწროება. ცდილობდა კამერის აღჭურვილობის წართმევას და ბოლოს ჩვენი გუნდისკენ მინის ლუდის ჭიქა ისროლა. ნახეთ ეს კადრები. დილი, ეხლა შეიძლება დაგელაპარაკო? კარგი. რა ხდება? არ დამაწვე. არ შეეხო მას. რა ხდება? გთხო. Stop record me. Co. რატომ მეძახი ასე? არ შეეხო. არ შეეხო მას. რას უყურებ? პოლიციაში მივდივართ. The police. Yeah. გინდა პოლიციაში წასვლა. Don't touch me. Don't touch me. Don't touch me. რა ზამიძახე? Security. ხო. რა? პოლიცია გთხოვთ. რატომ მირეკავთ? არ შეეხოთ მას. პრობლემა არ არის. მე რატო? 5 წუთი. გამარჯობა. მან დაგარტყა ბოთლი თუ ჯიქით. უხეში დიდია. ის არის. მე მინახავ ფუშილი. მადლობთ. ეხლა ჩვენთან სტუდიაშია ჯონათან ლავეი, რომელიც დაბრუნდა ჩრდილოეთ ირლანდიიდან. ჯონათან, სასიამოვნოა, რომ შენ და ნადავი უსაფრთხოდ ხართ, მაგრამ ამის ამსახველი კადრები მართლაც შემაშფოთებელი იყო. მომენტები იყო, რა თქმა უნდა. როგორი შეგრძნება იყო? თავიდან შოკი იყო, ჩვენ საუბრობდით რამდენიმე ბიჭთან ბარში, ეს იყო ქუჩის ბარი. და ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს. ყველას უთხარით, რომ ისრაელიდან ვართ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. სანამ ეს შემთხვევა მოხდებოდა, ჩვენ საუბრობდით ორ პალესტინის მხარდამჭერ გოგონასთან. ეს იყო პატივისცემით სავსე, ძალიან პატივისცემით სავსე საუბარი. და მე მგონი ვიფიქრეთ, რომ დაიგო ისრაელიდან ვართ და კამერასთან მოვიდა და იწყო კამერაზე ხელის ფათური, არ ვიცი რა ცდილობდა, იქნებ კამერის წაღება უნდა და იქნებ უბრალოდ არ ვიცი, უბრალოდ ხელი შეგვიშავა. და მე ვიდეოში ნახეთ. მან თქვა, წაეთრიეთ ისრაელ. და ჩვენ არ ვეძებდით პრობლემებს. ხო, და დავიწყეთ წასვლა. და მან დაიწყო ჩვენი დევნა. ამის შემდეგ ვთქვით, რომ პოლიციაში მივდიოდით და დავინახეთ დაცვა, რადგან ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ბარის გარეთ დაცვა დგას. იქ ვიყავით ჩვენ. უთხარით დაცვას. რეაქცია არ ქონიათ, არ ვიცი, სიტუაცია ვერ გაიგეს, თუ უბრალოდ არ უნდათ ჩარევა ამ მომენტში. და მე როცა გადავაგდეთ, მან გადააგდო ჭიქა, რომელიც ნადავს თავში მოხვდა და ნახეთ რა მოხდა, რა ტრაუმა მიიღო. ეხ მე ჩაერევნენ და ბარში შეგვიყვანეს. ასე დასრულდა ეს ამბავი. მაგრამ ჯონათან, შენ იღებდი ამ ისტორიებს ანტისემიტიზმის ზრდაზე. ნიუ-იორკში იყავი სერია გადაიღე, ესპანეთში იყავი სერია გადაიღე. ეს კი უბრალოდ ყველაზე ბოლო შემთხვევაა ჩრდილოეთ ირლანდიაში. ქონია თუ არა, ან შეგიმჩნევია მსგავსი ძალადობა შენს მიმართ ან შენი გუნდის მიმართ? არა, ესეთი არა. კარგი. არა, ასეთი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენზე ფიზიკურად დაგვესწნენ თავს. მაგრამ ჩვენ სხვა ადგილებშიც ვიყავით, მაგალითად ესპანეთში, მადრიდში, სადაც პალესტინურ აქციაზე ბევრი დემონსტრანტი იყო. მოგორტყნენ და გვაიძულეს ფოტო წაგვეშავა, რაც ძალიან დამაშინებელი იყო. მაგრამ არა ასე. ეს იყო რაღაც ისეთი, არ ვიცი, ზვარს გადაცდა, რაც აქამდე არ გვიგრძნია. მართლა საოცარია, რომ აგზელებთ ამ საქმეს და გვიხარია, რომ 24 News-ის გუნდი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. მადლობა, რომ აგზელებთ ამ ამბების გაშუქებას, ჯონათან. მადლობა. მადლობა და მადლობა ნადავსაც ოპერატორს. რა თქმა უნდა, მადლობა ნადავსაც და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გამოჯამრთელდება.